მოგესალმებით მეგობრებო. მოგესალმებით. კაი კაცი მოვიდა, ჩვენი ძმაკაცი დაამარცხა გრიპოზული გამოვლენები და არის სახსავანოს ოგურჩიკივით, როგორც რუსები იტყვიან. კარგი. დავიწყოთ სალომე ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის განცხადებებით, რომელიც მან იმ არმენოფობიაზე თქვა, მითიურზე, რომელიც ქართველებში დაინახა, თქვენ თქვი და მე ორ კაპიკს დავამატებ რა. სალომე ზურაბიშვილის მრავალ სიკეთეთა ბუკეტში დაემატა უკვე არმენოფობია, მას. იმიტომ დაემატა რა, ანუ ეხლა არ დამატები, ეგ ძველი არის, ეგ არმენოფობია, უბრალოდ არმენოფობიაში უახლეს პერიოდში შემჩნეული ქალი რო გამოდიხარ და სხვას ეძახი არმენოფობზე იქ იყოს ასეც ცდილობ, იმიტომ რომ ეს ადამიანი არჩევნების პერიოდში ეთერ-ეთერთ, ან უცხოურ ეთერ-ეთერთ დადიოდა და გვეძახდა რომ სომხური კარუსელი დაატყევს და სომხური კარუსელი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და საშინელი გაყალბების ნიმუში მსოფლიოში და ასე შემდეგ. და ეს ხალბატონი გამოდის და ანუ იმ ბევრნაირად შეიძლება ეგ სტადიონზე მოხდარი განიხილო, მაგრამ ფეხბურთის ნაწილი არის. ეგეც და ნუ გაუგებრობა იყო ბოლოს როგორც გავარკვიეთ ხო ყველაფერი და მან დრო ცდილობ რომ ანუ შენ სწორად შენიშნე რა სხვა შორის იმიტომ რომ მეც ეგრე შენიშნე და არწმუნო რომ გურმაც ეგრე შენიშნა რომ ეს იყო მართლა იმის ცდილობა რომ ამ ძალიან დიდი საფეხბურთო სიხარულის გაუქმება და სხვა საკითხზე აპელირება მოხდა. ისე რეალურად მაგაზეც უნდა ვილაპარაკოთ. მანდაც დაინახათ ის რომ ეს დიდბოძში ეს დიდი სიხარული რეალურად არის აი ამ დიდი ტრაგედიის პარტნიორი და შეიძლება შესაბამისად რომ გავიხაროთ და მიქაუტაძეს არ შეარგეს ბიჭო დედაზე დაბადების დღის მილოცვა. მან მაისური აიწერა გაიტანა და გილოცავ დაეწერა და მაგაზი ატეხს ერთი ამბავი რომ რატო არ ეწერა აქციის სინდისის პატიმრებს ხარდაჭერა და რაღაცეები როგორ არ დაწერაო. კი ბატონო, არმენოფობიაზე ერთი ძალიან საინტერესო ვთქვათ პოინტი ჩვენ ის უნდა გავშალოთ რომ ეს არმენოფობია არის მთლიანად NGO სინტაქსის ნაწილი, იმიტომ რომ იმას რასაც ისინი ეძახიან არმენოფობიას, ეს არის საბჭოთა წიაღში დაბადებული ფენომენი, რომელსაც ანალოგიურად ქართველი და სომეხი იზიარებდა ერთმანეთში, რომელიც არ იყო პირიქით ეს იყო რაღაცა მეგობრული როგორ ხო მიხვდი კულტურული თითქოს მიმინო იყო რა. ხო რა მიმინო ზუსტად კულტურული ძალიან კულტურული და სწორი შეჯიბრი ორ ისეთ სერიოზულ ერს შორის, რომელიც რაღაცა პირველი ქრისტიანები დამწერლობა ის ანუ უმნიშვნელოვანესი მონოპოლარი რომელსაც აქ რა და ეხლა NGO სექტორი რომელმაც და ტიპები რომელსაც ტრენინგზე ნასწავლი დემოკრატია აქვთ მხოლოდ და რაღაცა ყველაფერ სტანდარტიზებულად და რა მარტივი ყოფილა სამყარო ეგრე უყურებენ რა ის არმენოფობია და რა სისულელე რა კიდე და ნუ ხო მე აგერე მეგობრებო რომ კონკრეტული უსამშობლოების დაკრების მოგებაზე მეტად ქართველების ლანძღვის შანსი გაუხერხეს ეს არის. ეხლა მინდა მეც ორი კაპიკი დავამატო. ოდეში მართმადიანზე არ იტყოს. ორი კაპიკი დავამატო. სალომეს მართმადიან ციტატა. სალომე თვითმარქვია პრეზიდენტის ერთ გამონათქვამზე რომ ჯიში დაუწუნა ვიღაც ქართველებს. დაუშვათ თუდად რომ მოიქცნენ მათ. აი ჯიშის ხსენება, ნუ გასაგებია რომ ქართული კონტენტი არის მის კონტექსტი არის მის არიცის ქართული არიცის ჯიშის მოხსენება ზოგადად ქართველები ამას არ ვამბობთ რომ ჯიშოს არ ვეძახით არავის სირცხვილია ამის დაძახება და არის ფაშისტური გამონათქვამია რა. უბრალოდ ამ ქალმა ქართული არაფერი არის არაფერი მართლმადიანია მართლაც და ნუ აქ დასრულებულია ყველაფერი. პატა ბუჭულადით მინდა დავისვათ. დაპატა. მე ზუსტად იმიტომ ვიბრძი რომ მე ვიცი რას ვებრძე. ამ ახალგაზრდებმა არ იციან რას ებრძე. მაგას გულისხმობ. ისინი თავისუფალ საქართველოს უნდათ რომ იცხოვრონ. მე ვიცი რას ვებრძე და ჩემი თავის ხალხმა ვიცით ეს თვალით გვაქვს ნანახი. და კატეგორიულად დაუშვებლად მიგვაჩნია რომ ეს შეიძლება კიდე გამეორდეს საქართველოში და დაბრუნდეს. აი ეს მაგას ვიცი რას ვებრძე. მე რო ვიცოდე ახლა რაღაცა ეს deep states. ზოდი გავჩერდება. არ მე მგონია რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი ვინც deep state-ზე საუბრობს როგორც რაღაც დიდ კონსპირაციაზე, რომ აი აბსურდზე, იუმორისტულ საკითხზე ყველას უნდა აეკრძალოს აზროვნება. იმიტომ რომ ისეთ აზროვნების აქტი ესე იგი არ დგება მათ გონებაში, მაგრამ deep state ხო არ არის რაღაცა გუშინ წარმოშობილი ტერმინი, რომელსაც იყენებენ რაღაცა კონკრეტული ჯგუფები მარტო
ამერიკის ყველაფერს თავიდან ამერიკის პრეზიდენტი გეუბნება რომ deep state-ი მყავს დასამარცხებელი ანუ დონალდ ტრამპი გამოდის წინა საარჩევნო ერთ-ერთი დაპირება იყო რომ deep state-ს გავლენები უნდა შევამცირო ამერიკაში და დავოს ანუ deep state-ი ესენი რეალურად ამერიკასაც სტაცინიან და კი არა და დონალდ ტრამპს ამ შემთხვევაში და მის ადმინისტრაციას და ხო და ესენი არიან ტიპები რომლებიც ამბობენ რომ ესე იგი ნახეთ deep state-ი არის კონსპიროლოგიის ნაწილი ანუ იქაც რა ამერიკაში მაგას ამბობენ პაატა ბურჟუაზიაზე არ ამბობდა აქაურ თქვათ გამხმოვანებლებზე ეგენი ჩვეულებრივად ხო არა ეგ კიდე სხვა კალიბრია მაგრამ deep state-ი რო რეალური არის რა ვიცი თუ არ დაურწმუნდით ჩვენ მარტო ფაქტები არის მაგის აი ისეთი ილუსტრაცია რა რომ deep state-ი არის სერიოზული მიშაც deep state-ის ნაწილი იყო გლობალური ომის პარტიის და მეორე ამ კომპრომეტირების მექანიზმის და ეს არ ახალია საერთოდ არ არის ჩვენ რო გვიკვირდა თურმე ციხის კადრები რა ყოფილა რო აი მიშას და მანიაკს რო ვეძახდით მიშა არ არის მარტო მანიაკი არ არიან მანიაკები აგენტები იყვნენ პროსტა რომელსაც ეს შესთავაზეს ვთქვათ მეთოდოლოგია და ავართლებს ეს მეთოდოლოგია ხა დაკომპრილიკაციის ბოდიში უნდა ჩვენაც რაღაც მაგაადრო chat GPT-ს უთხოვეო რომ ვიზუალური ილუსტრაცია ხო ეგმა ეცეთებინო deep state-ს chat GPT ხელოვნური ინტელექტია ხო და короче არაკეთებსო რა და მეთქი შანსი არაა თქუჭა როგორი keyword-ით არ მიუდექი იცი და გეუნება რომ короче ეს მიდის ჩემი საზოგადოებრივი სტანდარტის წინააღმდეგ. კი, ეს გააკეთებს. ანუ ოღონდ deep state-ის ლოგოს დამზადება. ანუ როგორ დამზადებდი ნებისმიერ ლოგოს. მე რო ვიზუალიზაციას როგორ გააკეთებ. მე რო უთხრა მაგალითად სულ გამოგონილი რაღაც რო უთქვა რა. გააკეთებს. პროგრამულ დონეზეა გაგზავნა. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს ახლა ეს ამბობს რომ ჩვენ უფროსი თაობის წარმომადგენლებმა ვიცით საბჭოთა კავშირს გულისხმობთ. ყველა წარმატება არის რუსეთთან და საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული მარინის თეატრის სახალხო ხელმძღვანელი იყო და ქართულო უმღერა პირდაპირ აი მე უმღეროდი პუტინს 10 მეტრში პუტინი ეძდა და მას შესწინებდა და უმღერებდა და ამის გამო ლაკა ხოშტარიამ და ვიღაცებმა მაგის ადგილი ოპოზიციაში არ უნდა იყოსო. ნუ რა თქმა უნდა ორმაგი სამაგი 14 სტანდარტი და უსინდისობა. ტიჩლევაკ რუსკაი კულტური. უბრალოდ მას იყო რაღაცნაირი კლასი, მოდი ასე იმიტომ რატო იცი რომ ის მაინც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმიტომ რომ ის მართლა იყო ჩილოეკ რუსკაი კულტურა. ესეც არის, მაგრამ ალეკო ელისაშვილსაც გამაგარი რამე უთქვავს ინფრასტრუქტურაო ნანუკას ის წავიდა და ეს გვატენის თავის უკვე სოფლიობანი ვარო რა სოფლიობანი გარე ბოხი პაატაა ჩვეულებრივი ნანუკა ჯოჯოლიანი საინტერესო ალეკო ბიჭო რა მაგარი რაღაც ნანუკა ჯოჯოლიანი გავუშვათ და მე თუ ჯერ ალეკო არა ალეკომ რა თქვა ნანუკაზე მოდი მაშინ ჯერ თქვა რაზეა ბაზარი ნანუკას ფონდები იცით შეგახსენებთ ნანუკას გილაურის ფონდი როგორც დანაშაულში მონაწილე იურიდიული პირები დააყადაღეს და სტორიც ქნეს იმიტომ რომ ახალისებდნენ დანაშაულს ესენი მოდი ახლა ჩვენ გავუშვათ რა თქვა ალეკო ელისაშვილმა ნანუკაზე და ძალიან შევაქონ ნანუკა ძალიან მაგარი გოგო არის რა ძალიან ყოჩაღი გოგო არის გურიის ამბებზე პირადადაც ქონდა შეხება ძალიან არ ვიცი მე რაღაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო მაგ გოგოს უნდა ჩააბარო მე რო კაც მომკითხოს რო შევცვლით ხელისუფლებას მაგაი რო არავინ არ აკითხება აბა და თან ნანუკას რო აბარებ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნუ რა ვიცი ნანუკა იყო გამტარი და როგორ გამართავს თუ იცით მე მგონია რომ ნანუკას უფრო უნდა ჩაბარდეს ან საგარეო იმიტომ რომ დაალაგებს რა. მე მგონი ფილოსოფიის ინსტიტუტი. მე მგონი პირდაპირ უნდა აღვადგინოთ ფილოსოფიის ინსტიტუტი და ჩავაბაროთ ფილოსოფიის შინაგან საქმეთა სამინისტრო. შეითავსებს ფილოსოფიის ინსტიტუტი შეითავსებს, მაგრამ იკარგება როგორც მისი ძალიან დიდი თანამედროვე ეგზისტენციალისტის შრომები. ნახე ორ ბატს არ ჩავაბარებდიო და ტიპები. აი ორი ბატი არა, მაგრამ ან მართლა რეზოზი ან უყურეთან მაგარი კამპანია ხომ მოიხოდა რა იმაზე დღეს TV პირველზე ვნახე რეკლამა გადის რომ სიკეთისთვის დასჯილი თუ რაღაც ეგეთი სლოგანი აქვს რა და რაღაცა ნანუკას ის არის დიდი ვიდეო რგოლი არის რომ აი რა კარგი ადამიანი არის და თითქოს შემთხვევით დარეკილ ზარზე მე ვაჭერინებდი და ნარკატას მევადებინებდი ახალგაზრდა ბიჭებისთვის ან მართლა ხო მოკლე მეხსიერებაც არა მოკლე მეხსიერებაც ხო გვახსოვს კაცო ყველაფერი სულ რაღაც 15 წლის წინ
მან გამოძიება უნდა თქვას და ალბათ ის სიტყვას რა. მოდიში, კონკრეტული ფაქტები. ველმოქმედება ისეთი ადამიანების ხელში, როგორც არის ეს ვაჟბატონი, რომელმაც ბავშვების ზიავნანას ფონდით ბავშვებისთვის გამოყოფილი ფულით იხილა და ხო იმათ მოპარა ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ველმოქმედებას არ ქმნავს და აქციების ძალადობრივ დაფინანსებას ეწევა. ანუ ეს ადამიანები არიან, ვინც მართლა ანუ ყველაზე კეთილშობილ საქმეს აქცევენ ამ რაღაც კერძო დივიდენდების მიღების საშუალებას. სანამ რაღაცას გავუშვებთ, აქ წავიკითხავ, ხო, რაღაცას გითხულობდი თაზო დათუნაშვილი. თაზო დათუნაშვილი არის ლელოელი პრემიერმა რო თქვა, მაგარი რაღაც დათო თაზონაშვილი თუ თაზო დათუნაშვილიო მოკლედ, მაგრამ აქ წერია ის რაც პარტიებს ყოფს უფრო მეტია ვიდრე ის რაც გვაერთიანებსო და მე წავიკითხე ის რაც პატარებს ყოფს უფრო მეტია ვიდრე აი ყველაზე მაგრა შეეფერებოდა ეგ რა. თაზო გაუშვა? არ გაუშვათ, არა. ნანუკა გაუშვა. მე პროსტა ეგ იქნება. პროსტა აღწერა თუ რამე ფილოსოფიური უნდა და რაც არ გვაძლიერებს სპორტში უნდა. არა ხო, ანუ რაღაც ის არის უფრო მეტი დაყოფა გვაქვს რა ვიდრე. ჩვენ საერთოდ ენა ვერ გამოვნახებთ. შეიძლება სინტაქსი დაიკარება ბაბილონის გოდოლ. ამერიკელები გვეუბნებიან რომ ჩვენ ვართ თქვენი მეგობრები, ჩვენ გვინდა თქვენთან მეგობრობა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში როცა მეგობარს ირჩევ, გაქვს საერთო ღირებულება, საერთო იდეა, ხო რაღაცა სხვა ღირებულების მეგობარი ხო არასოდეს არ აქვს და გვეუბნებიან რომ თუ ჩვენ ერთი ფასეულობა გვექნება, თუ ჩვენ რაღაცა თავარი იდეის ირგვლივ ვიტრიალებთ, თქვენთან მეგობრობა გვინდა. და ეს აქცია არის პასუხი იმისა, რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც ზუსტად იგივეს ვფიქრობთ და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ 27-მდე როცა მეგობარი აქტი განიხილება, ეს შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი. ამერიკის და საქართველოს დროშებს აქ ერთად უნდა ეფრიალოთ. ხო ეს მეგობარი აქტი იცით რომ რაღაც სიგიჟია რომელსაც რომელ ამერიკულ ღირებულებას ლაპარაკობს ოღონდ ბოდიში, იმიტომ რომ დღევანდელი ამერიკის ღირებულებები და სამი თვის წინანდელი ამერიკის ღირებულებები არის სადა დედამიწა. ეს ზოგადადაც ეგრე არის, მაგრამ დამფუძნებელი მამების ჯეფერსონის ხაზსაწვება ეგ. ფედერალისტების, სხვა შორის ფედერალისტების წერილები არის ნანუკას ნათარგმნი. მე ამაგიდო წიგნი. რა ენაზე თარგმნა? ქართულად არა, სხვა ენაზე. ფედერალისტები და სარანგი. თარგმნა ბულგარულად. ალბანური. არა, ნანუკა ეთქვა. ეს არის პილიგრიმი. აი რაზე დავწინი და პროსტა მეტი არა. რო ჩავიდა პილიგრიმები, იქ რო დაარსეს პირველი ასე ვთქვათ ეს კოლონიები და იქ რო გამოიმუშავეს და მე დიდი ბოსტონის ჩაის სმა სამოქალაქო ომი ეს ყველაფერი აქ ძალიან კარგად შესწავლილი და დამფუძნებელი მამების ღირებულებებზე არის საუბარი. ის იქით გაფუშტა რაღაცები. სხვა შორის ეგ სამოქალაქო ომში იბრძოდა. ნანუკა. იქ ფონდი ამერიკის სამოქალაქო ომში. მე ვთქვი. ფონდი დრო ხო ემთხვევა. ფონდი ხო. უღრე ანუ რეალურად ამასთან ვიხვიდე. ამასთან რომ ხვდე რო თქვა რომელ ამერიკულ ღირებულებებზე საუბრობა, რომელ ამერიკულ ღირებულებებზე თვლი რო არ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის რა. აი პირველი ხო რა თქმა უნდა გადავს თავისუფლება. ეგრევე ვეკითხო რომ ამიხსნა არ არის ამერიკელებისთვის თავარი ეს ხო კაცო ეს ხო მერტუჯრედიანი და რო უთხრა მე რომ აი მოდი შევიდეთ რა კონცეპტუალურ თუ შინაარსურ გახევაში რა არის მაშინ ამერიკული თავისუფლების იდეა არა ამერიკელები არიან ის ხალხი რომელიც ფულზე ინგოდვით რას დააწერეს და შესაბამისად ღმერთის ნიშნულობა არა აქვს როგორი ღმერთია ხო მართლაც თავისუფლებაა რელიგიის მაგრამ ღმერთი და წმენამ შექმნა ამერიკა. კაი, ნუ რანუკას მე ვერ შევედრებ, იმიტომ რომ ძალიან კარგად 18 მაგრამ მაინც მე ამერიკულ მთავარღირებულებად გამოვაცხადებდი, კი არა მე რა უმკითხონა, ეგ საინტერესო ის არის, გამოვიტყოდი საკუთრების უფლება. ალბათ. ხო, მან რანუკას ფაზი აქვს მაგას. ხო, მე 14 ტომში რაღაცა სხვა აზრია. ნანუკაზე და ის ფიქრობს რომ ეს საკუთრებას უხეშად მიდაბი რა უნდა გავიგო. ნანუკაზე და აზრის გიგანტებზე გამახსენე. პროტესტანტული მორალის წიაღში შედის და ძალიან საინტერესო ისა კორესპონდენცია აქვს ევროპელ ფილოსოფოსთან. ლუთერთან აქვს გადაძახილი გარკვეული და კალვინთან აქვს და ლუთერთან გადაძახილი. უფრო კალვინისკენ კარგი ხარდი ხალხი. ხო, ნანუკას ფიქრესეულ ანალიზს რო გაი მოახდენთ თუ მე ვხვდებით რომ ინტერპრეტაცია მისი ძალიან სწორია. და გრიგოლ გეგელია გადახვალთ რა. იმ დღეს და ბანემ ხო აზრეს გიგანტებზე საუბრობდით თქო რა და იმ დღეს თამაშის წინ
ამომივარდა ის ვიდეო რა ხუჩა კვარაცხელიაზე რო საუბრობენ თავარი არხის წამყვანები. როა თუ კონტექსტში ვიდეო თურმე არასოდეს არ მქონდა თავიდან ბოლომდე ნახე იქ არიან 3 ჟურნალისტი. და ეს სამივე ბიჭი და ორი გოგო. ის ორი გოგო ვინ არის? ოღონდ იმის მერე არც ერთ ვიდეოში ნახე არა მაგ. არც მე ვიდეოში არ ყავს ნახე ყოფილი სპორტული ჟურნალისტი. აი მართლა? კი ბატონო. და ბიჭო ესენი ხო ერთმანეთს აგიჟებენ რომ ყველაფერი ბლეფია და რა ის ხვიჩა იქ და რა ის ხვიჩა არ არსებობს. რაღაცა ხვიჩა არის რუსეთში რო თამაშობს მაგაზე იგითი ფეხბურთელი მაშინ მე მგონი აი ცოტა აკლია იმ ტიპმა რო თქვას რომ აი ეგრე მეც ხო თამაშობ აი ბაქამდე დავყავთ რა ტიპი მაგრამ ის ხალია მთავარ ჩემი ფავორიტი რა არის ხო ბიჭო ეს გადაცემა რატო გააკეთე აი იმიტომ რომ ანუ ბიჭო მაგ დროს იყო ხვიჩა რომელსაც არ ქონდა ნაგინები პუტინისთვის რუსეთში თამაშობდა ხვიჩა მთავარი იყო რომ არა მთავარი მორწმუნე ეგ არის ჭორი დაირხა რომ სადღაც ნეაპოლში აწინაურებდა კარგ გუნდში ჩიტავდა ამათ ეს ნიველირება უნდა ხო და ეს სამივე ბიჭო ანუ მართლა ანუ თელია გადაცემის მუღამი ხო ეგარო ანუ ხუშა მარაცხელიას იმენა ტალახში სვრიან და სვრიან რა აი რატო და რისთვის რო ვერ ხვდები რა ჯანდაბა გინდა ერთ ჰაილაიტს მაინც უყურეთ მაგის თამაშების და რატო და ბოლოს ბიჭო სამივე თან ხდება ერთ უმაგრეს რაღაცაზე. კაროჩე აი ეს ჩვენო რასაც უეჭველი რასაც ვამბობთ რომ ფაიზაღია რომ ამას უძმაო იმენა გორის დილას იქითო მომავალი და კარიერა არ უწერიაო თუ ეგრე არ იქნაო ბოდიშს მოვიხდითო არც ერთ ბოდიში არ მოვა არა ბოდიში კაცო გეგელია თხოვთ ამ პროტესტს შეეხება მე ვფიქრობ რომ რა თქმა უნდა ზოლი როგორც უცხადებ პროტესტს მაგრამ მე ვფიქრობ რომ პროტესტი უნდა იყოს უფრო პოლიტიკური, კიდევ უფრო პოლიტიკური და კიდევ უფრო კაფიოთ პოლიტიკურად გამოყალიბებული. ხშირად სამწუხაროდ საქართველოში პროტესტს შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული ვიზია, რომ თუ უფრო პოლიტიკური იქნება უფრო მეტი წარმატება გქონდეს. ეს ასე არ არის. რეალურად ყველაფერი მსგავსი არის. მან ეხა უყურე ეს მართლა კაცი. არა, უყურეთ მეგობრებო. ეს რა თქმა უნდა რეალურად კულტუმიცინი გასაგებია რა. ბიჭო არა ეგ არის რეალურად წინაზე რო ამანგაათ რომ დვარფიზმის კაი ბიჭო უყურე როგორ არის კი კულტუმიცინია ბაზარი არ არის მაგრამ ეს არის სახე გაიგე კი რა თქმა უნდა ეს არის მე ხო არ მომიგონებია ხალხო და ჩვენ ხო არ მოვიგონებია ბებერმა თაღლითებმა წინ დაიყენეს ეს ალეკო ესა ალეკო ის სალომე სამადაშვილი თაღლითების პარტია რო დააკვირდები და ინდივიდუალურად რო მე ხო არ მოვიფიქრებია ნაცრიშვილი გავუშვი ანა რომ ვხედავდე რომ ამ ქვეყანაში ყავს ლეგიტიმური ხელისუფლება რომელიც მართლა ამ ქვეყნის ინტერესებს იცავს გარწმუნებთ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩემი დაწყებული ძალიან ბევრი ადამიანი მთელი ეს პარტია რომელსაც მე წარმოვადგენ და უამრავი სხვა ადამიანი ამ ასეთი რომ ყოფილიყო ეს ხელისუფლება გვერდით მიუდგებოდა და ეტყოდა რომ რით დაგეხმა რომ მეც აქ ვარ ნეტავი კი იყოს დღეს საქართველოს სათავეში ისეთი ხალხი რომელსაც ქვეყნის ინტერესები ამოძრავებს ხაზარაძე მაგალითად რო იყოს ხაზარაძე ქვეყნის აუ ხაზარაძე ამ ბადრი ხაზარაძე და ბადრი რას გაშლიდნენ ბიჭო თებს აუ ეხა წარმოდგენაც კი მზარავს ვაფშე ბადრი ჯაფარიძე რატო შუბლაძე ბარემ არა ეგრე არ არის იწვალეს ტიპებმა ფული დახარჯეს ეხლა თან ბევრი ყველაზე მეტი ფული პარტია იარეს ტელევიზია არჩევნებზე პარტიებში ყველაზე მეტი ხვედრითი წილი ანუ ამათ ყველაზე მეტი დაუჯდათ ხმა რა ეხლა ამათ აქვთ მოდი თავარი ექსტენსიური საკითხი რომელზეც მინდა თქვენს დაგელაპარაკოთ არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა თუ არა ანუ შესვლაზე ხო მაზიანი დავდეთ თუ არ დავდეთ თუ ვიბაზრეთ ნუ გახარეს აქ მაისამდე აი ესენი ვეღარ შევლენ ეხა უნდა მიიღონ თუ არა და დღეს თუდმა გიჩმა დავასრულეთ თუდმა გიჩმა დადოს პროი ზაი პროცივ შესვლისა კი არა არჩევნებში მონაწილეობის მიღებისა ადგილობრივ არჩევნებს გულისხმობ და ნუ ძალიან ბევრი პროცივ ქონდათ რომ აი ჩვენ მაშინ ლეგიტიმაციას ვახდენთ ყველა იმ ძალადობის თელ იმ აჯენდას გაყალბდა და რა მოხდება შენ ხო და გეტყვი ხა ამბავი რა არის იმდენად ამ მომენტში სწრაფად ცვალებადი არის გეოპოლიტიკური სიტუაცია მართლა ჭხიბაობა არის იმაზე საუბარი ოქტომბერში ამათ რა დავალება ექნებათ შევიდნენ თუ ისევ ბოიკოტი გამოუცხადეთ. იმიტომ რომ ესენი თავიდან ბოლომდე არიან დავალებაზე დამოკიდებულები.
თუ ესენი აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას, ამათ რაღაცა მაინც უნდა თქვან ვერ იტყვიან. მაინც ბოლომდე. აბა როგორ შევარდებიან? შეხედე აქციას. შეხედე აქციებს, შეხედე ამათ პოზიციონირებას, შეხედე ამათ თითოეულ გამოსვლელს და მათ რიტორიკას. შეხედე კომუნიკაციას თუნდაც იმ თავიანთ უცხოელ პარტნიორებთან. ან ყველაფერი არის თავიდან ბოლომდე სასწარკვეთა, იმიტომ რომ შეწყდა ამ მომენტში გაჩერებული არის დავალების მიმცემთა ნარატივი. იმიტომ რომ ისინიც ვერ ჩამოყალიბდნენ ჯერ რა ტიპის ცვლილებების პრობლემებიან შესაბამისად ეს რომელიც რაღაც მერვე ხარისხოვანი იყო რაღაც კონკრეტულ მომენტში კი შეიძლება პრიორიტეტებში გადაიწია მაგრამ დღეს გაცილებით მეტი გამოწვევა არ ვიდრე ის რომ მოიცა და ეხლა ნიკა გვარამიას რა დავალება მივცე და ზურაგის უნგრეთია გამოწვევა თურქეთია რა დავალება მივცე ამიტომ ანუ ეს რო არის გაჩერება ჩვენ ვხედავთ ამ სასწრაფოს ძალიან დიდ მასშტაბს რომელიც უკვე ის კი არა რომ ამას აკვირდები და შენით აღიქვა რომ ესე არის გამოდიან და თვითონ ლაპარაკობენ ეხლა ვინ რომელი რას თქვი თქვა განმახსოვს მაგრამ ციტატებად მახსოვს პროსტო ვინებად თქვა ესე გამოსვლა იქ დღეს ერთი წავიკითხე რომ ფსკერსქვევით ვართო ერთი ოპოზიციონერი ამბობდა მეორე გამოვიდა და საშინელ დღეში ვართო პირდაპირ დაველაპარაკოთ ერთმანეთს რომ მოვიტყუებთ თავს ანუ ეს გამოდის გესმის მაგათ მესეჯ ბოქსში იმიტომ რომ არა აქვთ არაფერი დარჩენილება არიან ამ მომენტში თავის ამარ ორი მაინც მინდა რომ მიპასუხო ასაგებია შენი პოზიცია მე გიპასუხებ ძმაო აგვისტოში ამას გავიგე მაგრამ უყურე ესენი თუ არჩევნებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას გარკვეული კამპანია მაინც უნდა აწარმოონ. არ გამოვა ისე რომ ამათმა გადაწყვიტონ კამპანია შეიძლება იქ რა ქვია პროტესტი რაღაცა კამპანიად ჩაითვალოს. მაგრამ გადაწყვეტილი კამპანიის ნაწილია. ესენი ასამბლეა თქმა უნდა. როგორც კი ჩვენ გადავწყვეტ რომ პროცედურული ნაწილი უნდა გქონდეთ. როგორც კი ჩვენ გადავწყვეტ რომ ვიღებთ მონაწილეობას ეს გადახაზავს ყველანაირ ჩვენ განცხადებებს რომ და რა თქმა უნდა და მე პროტესტსაც დაკარგავენ კიდე უფრო ისედაც ბოდიში ამაზე ეხა პროტესტი ისედაც დაკარგულია 100 კაცი რომ კეტავს რუსთაველს ნუ კიდე უფრო სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე ვიდრე პროტესტთან მაგრამ რუსთაველის გადაკეტაზეც თვითონ ტირიან კაცო რომ არა მაგაზე ხო ლაპარაკობდა თუნდაც ნანუკა თუნდაც ისინი რომ თუ ესე იგი არჩევნებს გააправებენ ესენი რამე მხრივ და მიიღებენ მონაწილეობას რამეს ისე ნუ всё მორჩა ესენი თავის პოლიტიკურ სუიციდს მოახდენენ ოპოზიციონერები რა. კარგი, რეალურად ეხლა რო წდებოდეს, რომ ამათმა დაწერონ თუ არ დაწერონ, პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხზე, აი ეხლა დაწერდნენ, რომ კი არა, ეხლა არ დაწერდნენ და შევიდოდნენ. იმიტომ რომ როცა ეს მოხდა, მაშინ ჯერ კიდე დავალებები არსებობდა. და მაშინ რაღაც მომენტში მერვე პრიორიტეტი მაინც ვიყავით. დღეს რო ქონდეთ გადასაწყვეტი პირველი შევარდებოდა ის გვარამია რომელიც პირველმა დაწერა რომ არ მინდა თულია ევროპელებისთვის უყურე რა ხდება ევროპაში ებრძვიან ფიცოს ებრძვიან რუმინეთში არ ვიცი რა მოხდება უნგრეთში აქვს ცდილობა არავის იმედი არ ებრძვიან ტრამპს ბიჭორას არა ჯერ აქეთ მე აგერ თურქეთში ვითომ გონიათ რომ შანსი აქვს მაგრამ არ ვიცი სირიის ის ტიპი ჩადის და კარგად ხვდებიან და ფულს აძლევენ ესეც ნუ აბსოლუტური სიგიჟეა რაღაც გათვლები აქვს იქით მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის ტრამპს ებრძვიან რა და ეს ამდენი ოსილა რა თქმა უნდა უკრაინაში დასალაგებელი აქვს უკრაინაში უნდა რამენაირად შეეჭხირონ მშვიდობიან პროცესში ზელენსკი უნდა წააქეზონ ეს ზელენსკი დადის აქეთ იქით ხან მაკრონთან მივა ხან ისმარა ცარიელი სიტყვების გარდა არაფერი არ ესმის ნუ იქ მალე მორჩება ალბათ რა მოდი ტრამპის წარმომადგენელი ის ვინ იყო ბიჭო ხო ნუ კომენტარი ვნახე სიუჟეტი არა ტრამპსო რო ეს როლესო არა ეგ იყო ინტერვიუ ტაკერ კალსონთან ხო და ვინ იყო თქო ის წარმომადგენელი რა დამავიდა მაგრამ ახლო აღმოსავლეთში ვინც დაალაგა ნუ კაროჩე ადმინისტრაციის წევრია ხო არა ოფიციალური წარმომადგენელია ტრამპს იცი ბიჭო ეგ გური ტრამპსო რო თქვია ეს როლესო და რო დაიჭრაო ხო პუტინი კოფი ხო პუტინი კი ვიცი ჩავიდაო თავის ეკლესიაში ლოცავ ლოცულობდაო არა ორი რამე უთხრა მაგარი დაახატინა ყველაზე მაგარ მხატვარს ნახატიო და რო გაიგორო ეს როლესო ჩავიდაო და ილოცაო თავის მოძღვართან ერთად ოღონდ იმაზე კი არ ილოცა რომ ტრამპი უნდა გამختارიყო ძმაკაცობდა მაგასთან და ძმაკაცი რო გადარჩა მაგაზე ილოცაო და ეს ყველაფერი მოუყევიო და ოჩინ ძალიან შეძრაო ეს ყველაფერი დაკერვის ხარისხი გასაგებია ხო მოდი პირდაპირ მგონია რომ ერთ-ორ წელიწადში ძალიან დიდი არის ალბათობა იმისა რომ ახალი ჰოლივუდის
რამდენიმე ერთეული კაშკაშა ვარსკვლავი ახალი ჰოლივუდის. ჩავიდეს მოსკოვში და პუტინმა ესე ბლუბერი ჰილს იმღეროს გაკეგდანახი. აბა წინაში. ბიჭო რა მაგარი. ვის ხედა ყველანი. იქ არიან გოლდი ჰოუნი, კურტ რასელი, კევინ კოსნერი, ალენ დელონი, შერონ სტოუნი, მაგის მერე მოფრინავს ჩვენთან ჩამოყავთ მაგის მერე. კაი, ბაია პატარაია არ იქნება უინტერესო. რაც შეეხება ჩვენ რა თქმა უნდა საზოგადოება არ გაჩერდება, ჩვენი სოლიდარობა არ გაჩერდება და ჩვენ მოვძებნით ახალ გზებს, როგორ ვუშველოთ ერთმანეთს, როგორ გავაძლიეროთ ერთმანეთი, ვერავინ ვერასოდეს ვერ დაგვიშლის, რომ ფული ავუკრიბოთ ერთმანეთს, ვერავინ ვერ დაუშლის ემიგრანტებს, რომ ფული გადმორიცხოთ ინდივიდუალურ ანგარიშებზე, თუ ფონდებს ჩაკეტავენ ადამიანები ხო რჩებიან, რომელთაც შეუძლიათ ამის შეგროვება და გადახდა. ეს რაღაცებს ართულებს, ცხადია, მაგრამ ამ დახმარებას ესე მარტო ფონდების დაკეტვით ვერ შეძლებთ. ამას ეგრევე დიდარი ენჯოების განცხადებას მიუმატებ, რომელმაც თქვეს, რომ ეს ფარას კანონი რუსულად მონათლეს, მოვესწარეთ ამასაც ჯერ ხო ხმას არიგებდნენ და არ დავემორჩილებით. ანუ ფარას ზუსტი ანალოგი, რომელიც სიტყვით და წერტილძიმით არის გადმოტანილი, ეგეც კი არის რუსული კანონიო, ბიჭო. უსუეჟესი ხალხია. ეს კვადრი ამბობ. ადობნი იდიოტიზმი. ეხლა გაიმეორეს კი ბატონო. ადობნი იდიოტიზმი, არის მარტო იდიოკრატიას ვიხსენებთ ხოლმე ხშირად. ნუ ანუ იქ არ არის 40-0-ა ინტელექტის კოეფიციენტი საზოგადოებაში გაჩერებული, იქ არ ხდება ესეთი იდიოტობა. ამ ბოლო დროს კუტაბიც აქვს გაზდის ტენდენცია და კუტას აღარ დაუძახებს, არამედ სხვა რაღაც გადაიწყო. სხვა რაღაც ცენზურებელი გახდება. რასაც ცენზურებელი გახდება, მაგას ეთერში ვერ დაუძახებს. კაცი გახდა. არა, ცოტა სხვა ბიჭი რა, ზე ბიჭი შეიძლება თქვას. აი რატო აქვს გაზდის ტენდენცია, აი ამ განცხადებას მოусმინეთ. ადამიანი ტელევიზორს ჩართოს ერთმანეთს ვეღარ გაგვარჩევს ხოლმე ზოგჯერ თითქოს ყოველთ იგივეს საუბრობთ, იმიტომ რომ ერთმანეთის მოფერება ერთმანეთის იმისთვის რომ ერთ გასაჭირში ვართ, მაგრამ ამის ფონზე ხმის მიცემისასაც იცვა დაიბნეს ვის ხა მიცემს ხმა თან ყველა ერთადაც ესე არ არის, ამიტომ ან ისე უნდა ვქნათ, ან ასე უნდა ვქნათ, როგორც აი ნახევრად ფეხმძიმე ხალი არ არსებობს ვარ გამოხდა, ასე არის ნახევრად ეს საქმე არ არსებობს რა, ამიტომ გამოდე მე უკვე მგონია რომ ცოტნეს რომ ეს ერთობა ისე არ გამოვა და მანტრასავით ამის გამეორებას ასე მე ვერ რა და თავარი საცმაკი ხაზურასაც ხიათ საუბრობთ ხოლმე ზურა მე ისმის შერაძგინა მაგრამ ჩემი აზრით ეს არ გამოდის აგერ სალომე ზურაბიშვილმა ამის მოღალატე შერაცხა ერთობაზე დაიწყე საუბარს ამიტომ უნდა გადავეწყოთ ჩვენ ყავდეს ჩვენი ამორჩეველი რომელსაც მოეწონებთ ძალიან და მოიძე რა გამორჩეულს მე არჩევნები არ ჭირდება და არჩევნებზე ესენი ამბობენ რომ არ მივიღოთ მონაწილეობას ცოტა ხანში ზუსტად იმას გაიმეორებ, რაც ესეთ ძალიან ცნობილი ინტერნეტები, რაც უფრო კარგი იქნება და მის უფრო კარგი დავაკეთო. ან უფრო იმას ხანდახან კვლელობებს და პოლნოებსაც უყოლებ ხოლმე. და ამას დაემატება ასევე ინტერნეტები, ვაიმე. ხო, ნუ გასაგებია. ნამდვილად ეს ყველაფერი გადაიზრდება როგორ მწვანე საზარელ დეპრესიაში, იცი რომ აი სალომეს მაგალითად, სალომეს ხო იმის საქმე არა აქვს, რომ სალომე ხარ აშუებიო რაღაცას შვებიო, ბიჭო. რაღაცას შვება. რაღაც ევროკავშირთან რაღაცას ვაკეთებო, რაღაცას გეგმავ, ძალიან საცილო რაღაც პროფესორები რა თქვა. ევროკავშირის ქვეყნებში იწყებს სიარულს ოპოზიციის წევრებთან ერთად. კაი პაესტკები გარანტირებულია რა. ბიჭო, აი სალომესთან ერთად ყველანაირი პაესტკა ჩემთვის იქნებოდა პირადად, თუნდაც უთო პრეზიდენტს ხო უძახი რა, მე არა, ის ოპოზიცია. იქნებოდა კოშმარი რა. აი პროსტა წარმოიდგინე რაღაცა უნდა გაითვალისწინო ყოველდღე უნდა შეხედო სიგიჟეები უნდა აიტანო მე ვარ და ბატონო პრეზიდენტო მე ვარ ბიჭო ნამყოფ ყველა პაესტკაში თითქმის ყველა პაესტკაში ნამყოფ მე ჯერ არ გინდა მაგრამ მოგვიყო არა შენ რაღაცები მოყოლილიც აგაქვს მაგრამ ნუ კარგი ბადრი ჯაფარიძეა ძალიან სვეჟი გაუშვით არა ერთხელ გითხოვს რომ ეხლა მთავარი არის ახალი არჩევნების შესახებ შეთანხმების მიღწევა, ანუ ქართული ოცნების და ივანიშვილის მხრიდან უნდა მოხდეს იმის აღიარება, რომ ქვეყნის მართვა ეს შეუძლებელია. ხედა. ყავს არასრულფასოვანი და უუნარო, ქმედით უუნარო ჯგუფი ადამიანები, რომელსაც პარლამენტი ქვია, ისე მივედით იქ, რასაც ამდენი წელია ვამბობთ, რომ ოპოზიცია
ადრე თუ გვიან დაგერდადგა ეგ დადგება და ისევ ბიზნესმენი იმანიშვილს თხოვს რომ გაუქმე ქართული ოცნება გადი პოლიტიკინა მოგვაგებინე გადმოგვეცი ასპარეზზე შეუძლებელია ამის და ამას დავარკვევ მაგას ამბობს ეს სიგიჟე არის ანუ ქმედით უნდა არიან საჭორს ეგრე დაიწუთით რა მოდი რა ჩამოყალიბდეთ რა ჩამოყალიბდეთ რა მათი დედავატირე ყველა და მე ჩამოყალიბებული ვარ და ჩვენ მაგრამ ავტორიტარიზმია და ტირანიას უახლოებით თუ ქმედით უნდა არიანი არ არის ქმედით უნდა არიანი თუ არ არის რანაირი ავტორიტარიზმი არის ქვეყანაში აი გაერკვიოთ ჯერ რა ჩვენ ვინ ყავს არა ეს ახლა დემენცია დაიწყება მალე არ მინდა არაფერი ვუსწრებო რა მაგრამ გაკურნავს ვივამედი გაკურნავს ბიჭო ის სრულ დემენციებს კურნავს თორე ამასაც სრულ დემენცია დაიწყება კაი ბოდი შეკავნა მეთქვა ჩემზე უფრო სკაცზე მაგრამ სრულ ქართველობა ბიჭო ტიპები მიდიან იმ სფეროში სადაც ვაფშე არაფერი არ გაეგებათ მე რო ეხა ბალერონის დასაცმელი ჩავისვა და ცეკვა დავიწყო ბალერ ხო საგინებელი კი არა რა ვიცი აი ეგეთ ტიპებს ხედავთ რა ხაზარაძე ესა აგერ კუტაბიჭი აგერ თქვენი გეგელია ნუ აი რაღაცა ცირკი როცა რო იტყვია ხოლმე რა რა ვიცი მე ესე მგონია და თან მოსაწყენია უკვე დასრულებისკენ უნდა წავიდეს ეს ყველაფერი ჩემი აზრით ჩვენ ვამთავრებთ ჩვენ გონებელ გაცემას და ხვალ აუცილებლად შეხვდებით მადლობა ყურადღებისთვის